ახლა უკვე სტუდიაში სტუმართან უნდა გავაგრძელოთ საუბარი პაატა დავითაია, ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი იუსტიციის მინისტრი. მოგესალმებით ბატონო პაატა, მადლობა იმისთვის, რომ გვითმობთ დროს და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ჩვენ აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებს აუცილებლად შევეხებით, მაგრამ მანამდე რადგან აი სტიქიაზე ვსაუბრობდით, მინდა თქვენი პოზიციაც მოვისმინო ამ საკითხთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ადევნებთ თვალს და ხედავთ, როგორ ხდება თოვში ჩარჩენილი ადამიანები დახმარება, როგორც ქართული ოცნების, ხელისუფლების, ანუ შესაბამის სამსახურების, ასევე თავად მოქალაქეების, მოხალისეების მხრიდან რა სიტყვით ზოგადად აი ამ პროცესზე? ძალიან მარტივად შეიძლება აქ პასუხის გაცემა, აქ საუბარი არის იმაზე, რომ სახელმწიფო მომზადებელი შეხვდა ამ სტიქიას. ეგ არის ფაქტი. სამწუხაროა ის, რომ მომზადება საერთოდ რა სტიქიური მოვლენები რაც არის საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ რომ ხელისუფლებას უწევს რეაგირება შემდგომ უკვე და არა პრევენციას ახორციელებს. ხო ხვდებით, ესე იგი, როდესაც სინოპტიკები პირდაპირ აფრთხილებდნენ და ამაზე უკვე ღიად ითქვა რომ მოსალოდნელი იყო დიდ თოვლობა, ჩვენ ამისთვის მზად უნდა იყო ისეთ რეგიონში როგორიც არის გურია, მაგალითად, როგორიც არის აჭარა, ხო, ზევით. ზედა იმაზე ვლაპარაკობ მთიან რეგიონებზე აჭარის, აქედან გამომდინარე ეს პრევენციები არ იყო თქვათ მომზადებული, არ იყო გადადგმული გარკვეული ნაბიჯები და არის ეს შედეგი რაც არის და ეხლა რეალურად მოსახლეობის მოხალისეების ჩართვა რამ განაპირობა, იმიტომ რომ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, ხო? განაპირობა მობილიზება, იმიტომ რომ მთავარი პრობლემა დღეს გახდა რა, რომ საზოგადოებას არ აქვს სახელმწიფოს იმედი. და როცა სახელმწიფოს იმედი არ აქვს, თვით ორგანიზებით ხარ დაკავებული, ხო სწორია? და ამ თვით ორგანიზებით ხდება ბევრი სიცოცხლეც გადარჩა. აი ეს არის უკვე სახელმწიფოს პრობლემა, იმიტომ რომ მოხალისეები ამას არ უნდა აკეთებდეს. ამას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო სტრუქტურები. ნუ სამწუხაროდ ამ რეალობით წინაშე ვდგავართ და თქვენ თუ დააკვირდებით, მარტო ამაზე არაა საუბარი სტიქიურ მოვლენებზე. ყველა მიმართულებით არის ესეთი პრობლემები. ნებისმიერი თემა აიღეთ და იგივე აგერ ჩვენ ახლა უნდა ვილაპარაკოთ აფხაზეთზე, ხო? იგივე ოკუპირებული ტერიტორიების თემაც კი, აქაც იგივე პრობლემები. კი ბატონო, ხო გადავიდეთ სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით და მაყურებელს კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 1 მარტს გაიმართა, რომელშიც ეგრეთ წოდებული ცესკოს მონაცემებით ბადრა გუნბამ გაიმარჯვა, კერძოდ ეგრეთ წოდებული ცესკოს ინფორმაციით კენჭისყრის წინასწარი შედეგები ასე გადანაწილდა, ადგურ არძიმბახმების 41.54%, ბადრა გუნბამ კი 54.73% და სხვათა შორის დღეს ევროკავშირმა გაავრცელა განცხადება და თქვა რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც აფხაზეთის ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ინტერპრეს ნიუსი ავრცელებს სწორედ ამ ინფორმაციას და აქვე დავუთხრათ მაყურებელსაც, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ამბობს, რომ ეგრეთ წოდებულ არჩევნების ჩატარება ეწინააღმდეგება ასევე საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სახელმწიფო საზღვრებში ტერიტორიული მდგრადობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს. ამას ამბობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის დიდი მადლობა ეს განცხადება რომ ჩაიკითხეთ და გეტყვით რატო. თქვენ არაერთი წლის გამოცდილება გაქვთ და ყოველი არჩევნების პერიოდში საქართველოს მთავრობა აკეთებდა განცხადებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო აკეთებდა განცხადებას. პარლამენტის რეზოლუციები იყო და აკეთებდა განცხადებები. დღეს სახელმწიფო რაღაც სამინისტროს აპარატი, არა მინისტრიც. ეს ნიშნავს, რომ არანაირი რეაგირება არ ხდება იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რასაც ქვია საქართველოს ტერიტორიების ანექსია და არის სრული სიჩუმე. რა ხდება დღეს აფხაზეთში? აფხაზეთში ხდება ის, რომ ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნებში გავიდა რუსეთის მიერ დასმული კანდიდატი. მინდა ხაზი გაუსვა, პირველად მოხდა ის, რომ ოპოზიციამ არჩევნებში არ გაიმარჯვა. თქვენ დააკვირდით, ჯერ ოპოზიცია გადააყენებდა მართველს, მერე ატარებდნენ არჩევნებს და მერე ყოველთვის ოპოზიცია იმარჯვებდა. ეხლა რუსებმა უკვე ისწავლეს და გახსოვთ ჩვენს გვისაუბრია არაერთხელ და მithქვია, რომ ბჟანია იქნებოდა ბოლო არჩევნები ჭყალებში ეგრეთ წოდებული პროაფხაზური თავის დროზე. მერე შეიცვალა, თორემ ბჟანია წინააღმდეგაც იყო რუსეთი თავის დროზე. მთელი ამ კლანის უკან დღეს დგას ალექსანდრე ანქვაბი. ანქვაბმა მოიყვანა ესენი ხელისუფლებაში და რეალური მართველი არის ანქვაბი და არა ბჟანი, არა ბადრა გუნბა. ეს ადამიანია, ვინც კონტაქტირებს აფხაზეთის რუსეთის მთავრობასთან. და ეს ოპოზიციური ბჭყალებში მიდგომათ და თითქოს და გამოსვლები იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არ უნდათ რუსეთის ეგრეთ წოდებული კანონი აპარტამენტების შესახებ ინვესტიციები წინააღმდეგ
გამოდიოდნენ და ყველაფერი ეს, დღეს მოხდა ის, რომ მთელი ეს გამოსვლა ჩაიფუშა. რატომ? იმიტომ რომ ჟანიას და ანქვაბის წარმომადგენელმა ბადრა გუმბამ გაიმარჯვა არჩევნებში, ხო? ესე იგი, რეალურად აი ამ თვის განმავლობაში რუსებმა გააკეთეს დასკვნა, ოდესაც ჟანია გადადგა და რა დასკვნებზე აქცენტი გაკეთებული. ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადეს. დენი გაუთიშეს, იცით თქვენ, 23 თებერვლამდე ქონდათ პირველ ტურამდე, მერე 8 მარტამდე. აწი ეკნებათ დენი. აწი ეკნებათ. მეორე შეუჩერეს დაფინანსება. 80% ბიუჯეტის აფხაზეთის იყო რუსული. ეს გააჩერეს სოციალური პაკეტი და ყველაფერი. და ხალხი გახდა იძულებული, რომ მიეცა ისევ ამ კლანისათვის ხმა. ეხლა არძიმბას კლანი არ განსხვავდება, მაგრამ არძიმბას კლანის თავარი თემა რა იყო? რომ ჩვენ ვიქნებით რუსული ბიუჯეტის ონკანთან ფინანსური. ჩვენ გავანაწილებთ. ეს არის ხო ძირითადი ბრძოლა და რუსებმა თქვეს, არა, ჩვენი კაცი ყავს, ვიც ამ ონკანს გააღებს, არ გჭირდება ხალხის რჩეული. ბადრა გუმბას, რომელიც ჩავიდა ლავროვთან შეხვედრას მოსკოვში, რაზე მოსთხოვეს ის ვალდებულებები, რაც აფხაზეთმა აიღო, კეთილინებად და შეასრულეთო. აი ეხლა არის საინტერესო სურათი. ამ ფონზე დაიწყო ის, რომ რაც არის ანექსიის ნიშნები, სოხუმის აეროპორტის ამუშავება, რკინიგზის ამუშავება. ნახეთ, სწრაფმავალი მატარებელი სოჭი, გაგრა, ეხლა გაგრა სოხუმი ბაბუშერეს აეროპორტი. ინფრასტრუქტურულად სოხუმის აეროპორტი მიებება ადლერის აეროპორტს. ესე იგი, განტვირთვა მოხდება ადლერის აეროპორტის, ჩვენ ამას 1 მაისიდან ვნახავთ. საუბარი არის მეორე ეტაპზე, სატვირთო თვირთებისათვის აეროპორტის მშენებლობის გაზრდა ბაბუშერის აეროპორტზე ლაპარაკი, რატო სატვირთო? იმიტომ რომ ეს არის ბოლო, ყველაზე მოკლე დისტანცია ოჩამჩირის საზღვაო ბაზამდე, 40 კილომეტრია. გუდაუთიდან ცოტა შორია თვირთების დარება, აქედან უფრო ადვილია. ესე იგი, შემდგომი მონაკვეთი იქნება სოხუმი ოჩამჩირი რკინიგზა, სწრაფმავალი მატარებელი, ხო ხვდებით? და რჩება მონაკვეთი ოჩამჩირი გალი ზუგდიდი. ფაქტურად ჩვენ ვხედავთ, რომ ხდება ინფრასტრუქტურის აღდგენა და რაც მთავარია დააკვირდით, არასოდეს რუსეთს მთელი ამ 30 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურაში ფული არ ჩაუდეს აფხაზეთში. მხოლოდ სამხედრო ბაზებში. დღეს დაიწყო ინფრასტრუქტურაში ფული ჩადება. ეს რას ნიშნავს? რომ მიღებული აქვს გარკვეული გარანტიები იმასთან დაკავშირებით, რომ ანექსია ძალიან ფართო მასშტაბით განხორციელდეს. რატომ? იმიტომ რომ ცხინვალში მზად არიან მიერთენ რუსეთს, აფხაზეთში ხალხის პრობლემა იყო, დღეს ამ ხალხს გუდავენ, ამ სიტყვის მნიშვნელობით და საუბრობის სრული სიჩუმე საქართველოსი. არაფერი არ ხდება. თითქოს და არ არსებობს. თითქოს საკაც სხვაგან ხდება ეს ყველაფერი, ამ ფონზე ხდება ანექსიის ნიშნების განხორციელება და ინფრასტრუქტურაში ფულის დაბანდება. რაც ყველაზე სახიფათოა ჩვენთვის. კი ბატონო, და უკაცრავად ბატონ პატა, აუცილებლად უნდა გკითხოთ ასევე ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე, გულისხმობ პოლიტიკურ მოცემულობას, რაშიც ვართ. 96 დღეა დღეს პროტესტის და აი მე მაინტერესებს აი თქვენი შეფასება, უკვე მესამე თვე დაიწყო მართლაც, რაც ხალხი ქუჩაში დგას და აი როგორ შეაჯამებდით ზოგადად აი ამ თვეს, რა სიტყვით, აი რა არის ის, რაც ამ 3 თვე მოიტანა და ფიქრობთ თუ არა, რომ აი რაღაცა ან განახლება სჭირდება პროცესს, ან რაღაცა უფრო მეტად არ ვიცი შევქნა და დაძაბულობა ფონი თუნდაც აი რაღაცა რუტინად რო არ გადაიქცეს ეს აქცია და აი ის ძალიან სწორად შეაფასეთ, რუტინად რო არ გადაიქცეს აქცია, ამას ჭირდება გარკვეული ქმედებები. პირველ რიგში რა მოხდა ამ პერიოდის განმავლობაში? ჩვენ ნახეთ, რომ თუ ხელისუფლებას გონია, რომ დაჯაბნა ოპოზიცია, თუ ხელისუფლებას გონია, რომ დაჯაბნა ხალხი და თავისი ძალადობრივი მომენტებით, თქვათ, გაიმაგრა ძალაუფლება, ის ასე არ არის. ამ 3 თვის განმავლობაში ძალიან სერიოზული გახდა ნეგატივი ქართული ხელისუფლების მიმართ, ქართული ოცნების მიმართ. ძალიან დიდ დონეზე ავიდა ეს ნეგატივი. ეს ნეგატივი რაც არ უნდა შენ აი ჯინი დამალო ბოთში ჯინი ამოვა. ეს არის ფაქტი. ეხლა თუ რა დონით ამოვა, ამაზეა დამოკიდებული, თითქოსე ხელისუფლება ფიქრობს, რომ всё, გამორიცხული არაფერი არ ეშველებათ, ჩვენ მოვიგეთ, ჩვენ ეს ჯინი ჩაუმალეთ, ასე არ იქნება, იმიტომ რომ ნათელი მაგალითია იმისა, რომ საზოგადოება არ ეგუება. ეხლა რა ჭირდება ამას? ამას ჭირდება
ერთიანობა. პირდაპირ ვიძახი, რომ არჩევნებამდე გახსოვთ თქვენთან ეთერში არაერთხელ მითქვია, რომ ერთიანი მიდგომა თუ არ იქნა, ცალ-ცალკე ხელისუფლების დამარცხება იქნება ძალიან ერთიანობაში რას გულისხმობთ? ერთიანობა არა სიტყვიერი, არა ტელევიზიით გამოვიდა თქვი ერთიანობა, არა. ამაჭირდება კოორდინაცია, ამაჭირდება კოორდინაცია. ეხლა გახსოვთ თქვენ რომ ბოლო პერიოდში რა იყო, რომ რამდენი ერთიანობის დოკუმენტი არსებობს ბატონო? დოკუმენტი სწორია, არანაირი დოკუმენტი. არანაირი დოკუმენტი. აბა ამაჭირდება გარკვეული ღონისძიებათა გეგმა, გარკვეული კოორდინაცია, გარკვეული სისტემის ჩამოყალიბება, ხო? გავიხსენოთ 2018 წელი, როდესაც ოპოზიციური ერთიანი ფორმატი იყო, ხო? პრეზიდენტო არჩევნებს ხალხი ქუჩაში არ იყო. როდესაც მივაქციეთ იმას, რომ სისტემა საბარჩევნო ბარიერი ყოფილიყო 1%, გახსოვთ თქვენ, ხო? ეს ხო არ იყო, მაშინაც იგივე სისტემა ჩატარდა, რაც 24 წელს, ის უნდა გამოხდარიყო 2020 წელს. ერთი მიტინგი არ იყო, კალნოანა ქუჩაში, მაგრამ ერთიანობით მოხერხდა ის, რომ ზეწოლით, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები განხორციელდა. აი ეს ფასი აქვს ერთიანობას. დღეს ქუჩაში ხდება ის, რომ ბოლო არჩევნების შემდეგ 4 ბარიერ გადასული პარტია. თუ არჩევნები გაყავდა, საიდან იცი რამდენი გადავიდა ბარიერს, ხო ხტებით? 4 პარტიისათვის ხო არ გაყავდა არჩევნები, გაყავდა ყველას. თქვენც არ მოგწონთ ეს ტერმინი? არ მომწონთ, არასწორი ტერმინებია. იმის გამო კი არა, რომ მაგთა ჩემმა პარტიამ ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი. არა. ის რომ თუ შენ გინდა უცხოოს უთხრა, შენ უნდა ელაპარაკო ის რომ ყველა არის ერთიანი. ეხლა ხო განულება ხდება ფაქტიურად ყველაფერს, ხო სწორია? ამიტომ ერთიანობა პოლიტიკური პარტიის, არასამთავრობო ორგანიზაციის და საზოგადოების. ცალ-ცალკე ეხლა ავიღოთ მედია. მედია რეაგირებს, კალბნოანა რეაგირებს. მაგრამ თუ მედია იქნება იმაში, რომ კოორდინაციაში იქნება პროტესტთან, იმიტომ რომ როგორც მედიას აქვს პრობლემა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებს ჯერ პოლიტიკურ პარტიებს შეუხდეს პრობლემა დაფინანსებაზე და ბევრ რაღაცაზე. მერე შეუხდეს არასამთავრობო ორგანიზაციებს და დღეს მოგავდნენ თქვენ. 1 მაისიდან უკვე თქვენ გეკნებათ ეს პრობლემები, ხვდებით? ამიტომ თქვენ ვერ იქნებით დამოუკიდებელი ამ თემაში. ვერ იქნება საზოგადოება დამოუკიდებელი, ვერ იქნება პოლიტიკური პარტია დამოუკიდებელი. დღეს უბრალოდ ქვეყნის აი ამ ერთიანობაზე ვლაპარაკობ. ეს ამაზე უნდა იყოს ღია საუბარი და არა მოვაწერთ ქარტიას პრობლემა, მოვაწერეთ ჩვენ ხელი. რაზეა? იქაც შევიკრიბებით ასად აზრი. თუ ეს არ არის დაგეგმილი. ზოგ-ზოგიერთმა მოინდომებს პროცესის სათავეში ჩადგომა და ვთქვი დამთავრდა დაეცა ხელისუფლება. ზოგიერთი თuliდნენ რომ გაიქცევა ივანიშვილი. არცად არავინ არ გაიქცევა. პირიქით მობილიზირებულია ქართული ხელისუფლება ოცნება. თქვენ ხო ხედავთ ამას? მობილიზირებული არიან. არაფერს არ ითვალისწინებენ. რა არის მაშინ გამოსავალი საშველი ამ ამბავში? სისტემური ჩამოყალიბება ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის, საზოგადოების წარმომადგენლების და იგივე მედიის ჯგუფის. სისტემური ჩამოყალიბება და არა გადაკაჩვა საბრის ყველა თავის მხარეზე. აი სხვანაირად ასე იქნება, მაშინ იქნება ხელისუფლება ძლიერი. და ძლიერი არის დღეს, მოდი თქვა სიმართლე, ხო? როდესაც რღვევაზეა საუბარი, მოდი თქვა რა რღვევა მოხდა. თქვენ გავაცნობი სასამართლო სისტემა, ძალოვანი ბლოკი, სანქცირებულები არიან, ხო? და ვითომ არაფერი. ეს ხო საზოგადოების, ამიტომ ვიძახ რომ ამ ხელა მხარდაჭერა ქართველ ხალხს რაც უცხოეთიდან ჰქონდა, ისტორიაში არ ქონია. ისტორიაში არ ქონია. როგორც კოორდინაცია არ მოხდა ამ თემის. როდესაც ვიძახოთ რომ არჩევნები დამთავრდება ამ შედეგით, გახსოვთ თქვენ, იმიტომ რომ ცალკე დაყოფა იწვევს ამ დიდ ჩვენ ხო ასთა გვაქვს პირველად მოხდა საქართველოს კი არა პოსტსაბჭოთა კავშირის ისტორიაში რომ დიდი ფულის და ხელისუფლების სინთეზი არასოდეს არ იყო ეს თუ ვინმე მოდიოდა ხელისუფლებაში მე თქვა კორუფციული მომენტები დღეს დიდი ფული და ხელისუფლების სინთეზი მადლობა ასე მარტივად ამ მოგება არ იქნება თუ ერთიანობა არ იქნება მადლობა მადლობა პაატა დავითაია იყო დღის ამბების ეთერის სტუმარი